ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი მურთაზ ზოდელავა სასამართლომ დაამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. ლევან ხაბეიშვილს სასჯელად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო მურთაზ ზოდელავას 9 თვით. დღეს სასამართლოში დადგინდა, რომ ერთი მხრივ ლევან ხაბეიშვილს არ ჩაუდენია აღნიშნული დანაშაული, რასაც ჩვენ საუბრობდით, მაგრამ მეორე მხრივ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო ლევან ხაბეიშვილმა ბოდიში და სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება საქართველოშიც და ევროსასამართლოში. 118 მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს საბოტაჟს. სამოხელეო დანაშაული რომ აქ არ იყო, ეს არის 2x2 და ამას ნებისმიერი იურისტი მათ შორის თვითონ პროკურატურასაც არ სჯეროდა ამ კვალიფიკაციის. რაც შეეხება საბოტაჟს, ნახავთ განაჩენს გავეცნობით, არავით არის განმარტება მოსამართლემ არ გააკეთა. უბრალოდ მე მიხარია ის რომ ლევანს 5 და 6 წლის ნაცვლად მიუსაჯეს 2 წელი და 6 თვე, საბოტაჟი მოგეხსენებათ 2 წლიდან ითვლება, თუმცა რა თქმა უნდა აბსურდია, რომელ საბოტაჟზე არის საუბარი, რომელ სახელმწიფოს დასუსტებაზე არის საუბარი, საუბარი იყო ლევანის მიერ მოწოდებებზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს არ ჩაედინა დანაშაული, არ ეძალათ მოქალაქეებზე და ამისთვის მიიღებდნენ ჯილდოს. აი ეს არის და ეს. რაც შეეხება მეორე კვალიფიკაციას, აქ საუბარი იყო ხელისუფლების დამხობის მოწოდებაზე, როგორც ჩანს სასამართლომ არ გაიზიარა ლევანის განმარტებები ყველა გამოსვლაში, რომ იგი საუბრობდა მშვიდობიან და კონსტიტუციურ დამხობაზე, ალბათ სასამართლო გააკეთებს განმარტებას, რომ ეს გულისხმობდა ერთს და ამბობდა ერთს და გულისხმობდა მეორეს. თუმცა დამეთანხმებით გონირული ეჭვმა სტანდარტისთვის შეუძლებელია ასეთი დასაბუთება, რომ პირი ერთს ამბობდეს და მეორეს გულისხმობდეს, თუკი ამაზე მტკიცებულება არ არსებობს. კორუფციულ დანაშაულზე დაკავებულია 2 პირი, კერძოდ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ჯორჯიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა და ამავე ერთეულის მთავარმა სპეციალისტმა წინასწარი შეთანხმებით მოქალაქისგან ქრთა მიაიღეს, რის სანაცვლოდაც შეპირდნენ მფარველობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უცხოელი ტურისტებისთვის საკემპინგე სივრცის მოწყობაში. მოპოვებულია დანაშაულის ამსახველი აუდიო და ვიდეო მასალა, ნით მტკიცებად ამოღებულია თანხაც. მეორე ფაქტი ეხება მოქალაქეების ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ დანაშაულს, კერძოდ სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ამ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე 3 ადამიანია დაკავებული. აფთიაქის ხელმძღვანელი, ფარმაცევტი და ექიმი. მოგესალმებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს, როგორც კორუფციული, ისე საფინანსო ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების აღსაკვეთად. ამჯერად გამოვავლინეთ 3 დანაშაულებრივი ფაქტი. პირველი ეხება საჯარო მოხელეების მხრიდან ქრთამის აღების ფაქტს. კორუფციულ დანაშაულზე დაკავებულია 2 პირი. კერძოდ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ჯორჯიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა და ამავე ერთეულის მთავარმა სპეციალისტმა წინასწარი შეთანხმებით მოქალაქისგან ქრთა მიაიღეს, რის სანაცვლოდაც შეპირდნენ მფარველობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უცხოელი ტურისტებისთვის საკემპინგე სივრცის მოწყობაში. მოპოვებულია დანაშაულის ამსახველი აუდიო და ვიდეო მასალა, ნივთი მტკიცებად ამოღებულია თანხაც. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს. მეორე ფაქტი ეხება მოქალაქეების ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ დანაშაულს, კერძოდ სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ამ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე დავაკავეთ 3 ადამიანი. აფთიაქის ხელმძღვანელი, ფარმაცევტი და ექიმი. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 2 სხვადასხვა ადგილას მოქმედი აფთიაქიდან სისტემატურად შესაბამისი ნებართვისა და რეცეპტის გარეშე ხდებოდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია. აფთიაქის ხელმძღვანელს დახმარებას უწევდა ერთ-ერთი კლინიკის ექიმი ნევროლოგი.
მიუთკიცების სახით ამოღებულია დიდი ოდენობის სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი და თანხა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლის მეორე ნაწილისა და 25-192 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს. რაც შეეხება მესამე ფაქტს, ჩვენ აქტიურად ვაკონტროლებთ ფინანსურ სექტორს ციფრულ სივრცეშიც, სადაც უკონტროლო ნაკადები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას. დავაკავეთ ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი. ბრალდებული საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ონლაინ პლატფორმის გამოყენებით ახორციელებდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას. ის ვირტუალური აქტივისა და ნაღდი ფულის კონვერტაციას ახდენდა, რითაც ხელს უწყობდა ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ფინანსური ნაკადების მოძრაობას. ამ გზით მან მილიონობით ლარის ღირებულების ვირტუალური აქტივის ტრანზაქცია შეასრულა. ჩატარებული წვერის შედეგად მიუთკიცების სახით ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ფულის მთლელი აპარატები, კომპიუტერული ტექნიკა, 8 მობილური ტელეფონი, ათეულობით საბანკო და სიმბარათი. ასევე საქმისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს. განვაგრძობთ გამოძიებას დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა მხილების, აგრეთვე გადასახადებისთვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოსავლენად. მივმართავთ ყველას, ვინც შესაძლოა ფიქრობდეს, რომ კორუფციული გზით არის შესაძლებელი სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტა. კაცრად დაიცავით საქართველოს კანონმდებლობა და თავი შეიკავეთ კორუფციულ თუ სხვა უკანონო საქმიანობაში ჩართვისაგან, რადგან ნებისმიერი მცდელობა გვერდი აუაროთ კანონს, დროულად იქნება იდენტიფიცირებული და თითოეულ ასეთ ფაქტს უმკაცრესი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. მადლობა ყურადღებისთვის. იმერეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია ერთი პირი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდების წარსულში ნასამართლები პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაც გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19-100 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანო შეძენა შენახვის რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით 12 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით დაკავებულებს შორის არიან როგორც წარსულში ნასამართლები პირები, ასევე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. დაკავებულებს შორის არიან პირები, რომელთა მხილების მიზნით პოლიციამ მათ სახელზე გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილია სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, კანაფის უკანონოდ მოყვანა და კულტივირება ხდებოდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასუებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260, 260 კვარტა, მე-19, 260 და 265 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების ფაქტზე 2 პირი დააკავა.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული გარკვეული თანხის სანაცვლოდ სარფის საბაჟო გამტარ პუნქტზე გვერდისავლით მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით აპირებდა მიგრანტების გადაყვანას. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული გარკვეული თანხის სანაცვლოდ სარფის საბაჟო გამტარ პუნქტზე გვერდისავლით მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით აპირებდა მიგრანტების გადაყვანას თურქეთის რესპუბლიკაში. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებულის მხილების მიზნით მოსამართლის განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებები განახორციელეს და მოახდინეს დანაშაულებრივი განზრახვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველებმა სარფის გამშვებ პუნქტზე შეჩერებულ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილ სამალავში უცხო ქვეყნის მოქალაქე აღმოაჩინეს, რომელიც თურქეთში უკანონოდ გადასვლას ცდილობდა. სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და სამალავში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში გადაცემული ფულადი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18-344 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ბ და მე-18-344 მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტებით სახელმწიფო საზღვარზე 2 ან მეტი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების და ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთის მომზადების ფაქტზე. მართლმადიდებელი სამყარო დღეს უფლის ამაღლების დღესასწაულს ეიმობს. წირვა ლოცვა ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. ქუთაისის ამაღლების ტაძარში წირვა ქუთათელ გაენათელმა მეუფე იოანემ აღასრულა. მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს მე-6 კვირის ხუთშაბათს ეიმობს. სახარების მიხედვით ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფეულის შესახებ მოუთხრობდა. გილოცავ დღევანდელ დღეს ბრავას დაეწარით, უსურვებ ყველას მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიკეთეს, სიხარულს და სიყვარულს. მიხარია დღევანდელი დღე ჩვენი ტაძარის ამაღლების დღესასწაულია. ძალიან ბევრი მრევლი მოვიდა მეუფეს იოვანეს თაყვანისცემით. დიდ მადლობას გიხდით ყველას და მშვიდობა ყოფილიყოს მსოფლიოში. დღევანდელი დღეს გილოცავთ. დღევანდელი დღის მადლი ბარავდეს მთლიანად საქართველოს და ყველა ოჯახებს და დალოცვილი ვიყოთ. მშვიდობა იყოს და ჯანმრთელობა და მეტი რა გვინდა კარგად ყოფნება ყველას.